ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. Talmebit ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ მე ნინო ვარ მეუნარგია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების სისტემურ მხარდაჭერას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების თანაბარი შესაძლებლობების განვითარებას. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტის მენეჯერი მაია ბაგრატიანი-გრუზინსკი. მოგესალმებით ქალბატონო მაია, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. სულ შევახსენებ ჩვენ საკონტაქტო ნომრებს 292 11 88 292 11 99. როგორც აღნიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს ინკლუზიური განათლების სისტემურ მხარდაჭერას და უპირველეს ყოვლისა მე საუბარი მინდა დავიწყოთ იმ პრინციპებზე, რომელთაც შრომულ პირთა სწავლება ეყრდნობა. მოგესალმებით ნინო, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ინტერესისთვის, რასაც თქვენ რეგულარულად გამოხატავთ ამ თემის მიმართ. მიხარია რომ მაქვს საშუალება დღეს თქვენს მსმენელს გაუზიარო ინკლუზიური განათლების შესახებ უახლესი მიმდინარე საკითხები, მაშინ როდესაც 28 მარტიდან იწყება რეგისტრაცია პროფესიული განათლების სისტემაში. იმეც ვიტოვებ, რომ დღეს მეტს გაიგებენ შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ინკლუზიური განათლების, ინკლუზიური პროფესიული განათლების შესახებ და დაინტერესდებიან ჩაერთონ პროფესიული განათლების მიღების პროცესში. ეხლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დიახ, ჩვენ უკვე რამოდენიმე წელია სისტემურად ვუჭერთ მხარს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვას და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპებით ხელმძღვანელობთ, რაც არის მივცეთ განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ყველა ადამიანს განურჩევლად მისი შესაძლებლობებისა. ჩვენი უახლესი მიზანი არის, რომ გავათანაბროთ შესაძლებლობა და ამავდროულად გავითვალისწინოთ თითეული ჩვენი სტუდენტის მახასიათებელი ინდივიდუალური საჭიროება, ინდივიდუალური ინტერესი და შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, სადაც ყველა ხარისხიან განათლებას მიიღებს მორგებულ საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ეს პროცესი დაიწყო 2013 წლიდან და მე მაინტერესებს როგორია დინამიკა. ანუ დღეს რამდენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი ყავთ? დინამიკა არის ძალიან პოზიტიური, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ სიტუაციური მოკვლევა გავაკეთეთ, მანამ სანამ საერთოდ სისტემურ დონეზე ამ განაცხადს გავაკეთებდით, ერთეული შემთხვევები იყო მთელი საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ განათლებაში სწავლისა. დღევანდელი რიცხვი არის 430 საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტს მივეცით ჩვენ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა 2013 წლამდე. რასაკურველია, ჩვენ შეიძლება ვიდაოთ არის თუ არა ეს რიცხვი საკმარისი, ვთქვათ, საქართველოს მასშტაბებიდან გამომდინარე. ეს ერთგვარ გამოწვევებსაც უკავშირდება, ჩვენ ამაზე მეტი შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიწყებდით პირველ მიღებაზე სუყავდა 53 საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი, რომელიც დაინტერესდა პროფესიული განათლებით, რომელმაც გარისკა რო დარეგისტრირებული იყო პროფესიული განათლების მიღებისათვის, ხოლო 2015 წლის საშემოდგომო მიღებაზე, რაც იყო ბოლო მიღება ჩვენთვის, უკვე 180 პირი დაგვირეგისტრირდა. როგორც ხედავთ, დინამიკა არის, მაგრამ რამდენად ყველა და სრულად მოვიცავით ჩვენ ამ ეტაპზე საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, რომლებსაც პროფესიული განათლების მიღება წესით უნდა უნდოდეთ, ეს უკვე სხვა მსჯელობის საგანია და შეგვიძლია დღეს ამაზეც ვისაუბროთ. დიახ, და საინტერესოა, როგორ ხდება მათი გადანაწილება. გადანაწილება აბსოლუტურად ხდება მათი ინტერესების შესაბამისად. დღეს იცით, რომ საქართველოში არსებობს 20-მდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სახელმწიფოს გულისხმობ საქართველოს მასშტაბით და დაინტერესებულ პირს შეუძლია აირჩიოს
ტერიტორიული ფაქტორის გათვალისწინებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ოღონდ შემდეგ ეტაპზე მას უკვე უწევს აერჩიოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ანუ ეს პროგრამა, რომელზეც მას უნდა სწავლა და რა მიმართულებითაც ის მომავალში თქვათ ფიქრობს დასაქმებას. ერთნიშნულოვნად შემიძლია თქვა, რომ არანაირი შეზღუდვა სპეციალურად საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ჩვენ არ გვაქვს. არის აბსოლუტურად მათ ინტერესებზე დამოკიდებული, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმედი და ვქმნით კიდეც სისტემას, რომ მათ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ თავიანთი შესაძლებლობების ობიექტური შეფასების საფუძველზე. და შესაბამისად ალბათ თქვენც ეხმარებით ამაში. გასაკვირველია, ჩვენც ვეხმარებით, მათ აქვს შესაძლებლობა რეგისტრაციის წინ კონსულტაცია გაიარონ პროფესიული განათლების საინფორმაციო ცენტრებში, სადაც კონსულტანტები მათას უყვებიან, აწვდიან ინფორმაციას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, გარემოზე, სადაც სწავლება მიმდინარეობს. ამავდროულად პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა ინერგება ზოგადი განათლების საფეხურზე, ანუ სკოლა დამთავრებულებსაც აქვთ ეს შესაძლებლობა უკვე სკოლის დონეზე მიიღონ ინფორმაცია. რასაკვირველია, ორივე შემთხვევაში სისტემა საჭიროებს გაძლიერებას, გაუმჯობესებას, მაგრამ გვახარებს ის, რომ ეს 3 წლის წინ არ არსებობდა, დღეს უკვე არსებობს და რასაკვირველია, ეხლა საკითხი დგას მასშტაბების გაზრდაზე, ხარისხის გაუმჯობესებას. და არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი? ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, უბრალოდ ასაკობრივი ზღვარი დაწესებულია ამ თვალსაზრისით, რომ პროფესიულ განათლებაში კვალიფიკაციის მისაღებად ზოგიერთ პროგრამაზე ერიცხებიან მხოლოდ საშუალო განათლების მქონე პირები, ანუ 12 კლასს დამთავრებული, ზოგიერთ პროგრამაზე 9 კლასის დასრულების შემდეგ აქვს პირს განათლების მიღების შესაძლებლობა და ზედაზღვარი ბუნებრივია არ არსებობს. იმიტომ რომ ჩვენი ასევე ერთ-ერთი პრინციპია LLF, ანუ სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე. და რაც შეეხება ამ პროექტს, რეგიონის მასშტაბით ხორციელდება თუ არა? რასაკვირველია, ჩვენ მოვიცავით მთელი საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები 2013 წელს, როცა პილოტური რეჟიმი გვქონდა, ასე ვთქვათ, ჩვენ გავრისკეთ და წამოვიწყეთ ეს ინიციატივა მხოლოდ 6 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ბოლო მიღებაზე უკვე 18-ვე პროფესიულ სასწავლებელში ჩაგვერიცხა და გვქონდა მიღება და ეს ჩვენი აზრით ძალიან დიდი შედეგი. ანუ ყველა კუთხეს მივაწვდინეთ ჩვენ ხმა, რომ მათ აქვთ პროფესიული განათლების მიღების შანსი. დიახ, და რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ნებისმიერი შეზღუდვის მქონე ადამიანს აქვს თუ არა იმის საშუალება, რომ მიიღოს განათლება? გასაკვირველია, შეზღუდვებით აბსოლუტურად მრავალფეროვანია ამ ეტაპზე. ჩვენ გვყავს როგორც ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტები და შეზღუდვები არის სხვადასხვა სიმძიმის, ასევე ინტელექტუალური დარღვევით მქონე სტუდენტები, სენსორული სმენისა და მხედველობის და კომუნიკაციის დარღვევის მქონე პირებიც ირიცხებიან. ანუ ჩვენთვის დიაგნოზი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი, ჩვენ გვაინტერესებს ადამიანის შესაძლებლობა და ჩვენ გვაინტერესებს, რომ ადამიანმა გონივრულად შეუსაბამოს თავის შესაძლებლობას პროფესია და რომ არ იყოს ის ისეთივე წარმატებული, როგორც მაგალითად მისი კურსელი იქნებოდა. ჩვენ ესეც არ გვაშინებს, იმიტომ რომ ჩვენი ასეთივე ერთ-ერთი პრინციპია განსხვავებულობის აღიარება. ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მასწავლებლებს არ ეშინოდეთ განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც განსხვავებულად სჭირდებათ განათლების მიღება, რომლებიც განსხვავებულ განათლებას მიიღებენ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ არ იქნება თანაბარი მათი ცოდნის დონე და მათი კომპეტენცია, რითიც ისინი პროფესიულ განათლებას დაასრულებენ, მაგრამ ჩვენ ამ განსხვავებულობის არ გვეშინია. ჩვენ გვინდა რომ მას გავუმკლავდეთ. გასაგებია და შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ინდივიდუალური მიდგომები და ამ მიმართულებით მინდა ისაუბროთ. აბსოლუტურად, ახან სიტყვა მოიტანა განსხვავებულობა, ინდივიდუალური მიდგომაც სწორედ ამას გულისხმობს. ჩვენ სტანდარტული გზით, როგორც დანარჩენ ჯგუფს, ხშირად ვერ ვასწავლით საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. სტანდარტული გზები არაეფექტურია ხოლმე. ამიტომ უკვე კანონ პროექტში პროფესიული განათლების შესახებ გაჩენილია ჩანაწერი ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებაზე, რაც ასე ვთქვათ, უფლებას აძლევს პროფესიულ სასწავლებელს
აბსოლუტურად ინდივიდუალურად მოურგოს და მოუთარგოს სასწავლო პროცესი სტუდენტს. რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ვთქვათ, დროში გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი მათთვის. გამოყენებული იყოს მეტი რესურსი, მეტი ნედლეული თუ გნებავთ სასწავლო პროცესში, მეტი იყოს პრაქტიკულ აქტივობებში მათი ჩართულობა, ვიდრე თეორიულში. ეს განსაკუთრებით ეხება ვთქვათ ინტელექტუალური დარღვევით მქონე მოზარდებს, რომლებიც კეთებით უფრო სწავლობენ, ვიდრე ვთქვათ თეორიული ინფორმაციის მიღებით და ანუ გზები არის ძალიან მრავალფეროვნები, რომელსაც მასწავლებლები მიმართავენ, უნდა მიმართავდნენ და ჩვენ იმეც ვიტოვებთ, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესებენ ამ მიმართულებით სასწავლო პროცესს. დიახ, და თქვენ ბრძანებთ, რომ ანუ ინდივიდუალური გეგმა რასაკვირველად დგება საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ ზოგადად რამდენ წლიანია ამ სწავლების პროცესი, რამდენ ხანს მიმდინარეობს? მოგახსენებთ, სასწავლო პროცესი არის განსხვავებული, ეს დამოკიდებულია თვითონ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგალითად შეიძლება შემეშალოს, მაგრამ უფრო ნათელი რო გახდეს, შეიძლება ვთქვათ, რომ მესამე საფეხურის მზარეულის პროგრამა არის თქვათ 8 თვიანი. 8 თვის გავლის შემდეგ უკვე დგება საკითხი, მიენიჭოს თუ არა ამ კურს დამთავრებულს ნებისმიერ პირს კვალიფიკაცია. ამისათვის მან უნდა დაადასტუროს კომპეტენციის არსებობა და ამის შემდეგ ის უკვე დაიწყებს ფიქრს, უნდა თუ არა მას შემდგომ საფეხურზე გააგრძელოს სვლა და მეტი კომპეტენცია შეიძინოს მზარეული საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებაში. ანუ ეს არის სხვადასხვა პროგრამებთან სხვადასხვანაირად. ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით თქვათ რომ როგორც საბაზისო განათლება არის 9 წლიანი და სტანდარტულად ყველასთვის, არა, საგანმანათლებლო პროგრამიდან გამომდინარე სასწავლო პერიოდები არის განსხვავებული. და შეგიძლიათ ჩამოთვალოთ პროფესიები. რასაკვირველია შეგვიძლია ეს არის თქვათ კულინარიიდან მაგალითად მზარეული და კონდიტერი, ძალიან ბევრი კომპიუტერებთან დაკავშირებული პროგრამები გვაქვს, როგორც IT ტექნოლოგიები, ხელოვნების მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი, თქვათ ტექისოსტატი, მინანქარი, ხის მხატვრული დამუშავება და ასე შემდეგ. ანუ ეხლა არ მინდა არასწორი ფორმულირებები გავაკეთო, იმიტომ მე აქ არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები არის დღეს პროფესიული განათლების სისტემაში. და თავად ამ ადამიანებისგან არის თუ არა მოთხოვნა და მზაობა? თქვენ გულისხმობთ თავად საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს? არის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ რაღაცნაირად ანუ ქვა აგორდა და საქმე ისე დგას რომ თვითონ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რომლებიც უკვე კურსდამთავრებულები არიან გვიწევენ გარკვეულ რეკლამას და პოპულარიზაციას. მაგალითად ჩვენ პირველივე ნაკადში გვყავდა ძალიან ბევრი ყრუ სტუდენტი მზარეულის პროფესიულ პროგრამაზე და აი დღემდე შენარჩუნებული ესეთი მაღალი მომართვიანობა ამ პროგრამაზე ყრუ პირების მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ ამის შემდეგ გვქონდა რამოდენიმე წარმატებული დასაქმების შესაძლებლობაც და შესაბამისად ანუ მათ თავად გაგვითქვეს ჩვენ სახელი. დიახ, და რაც შეეხება შემდგომ დასაქმების პროცესს, სად საქმდებიან ეს ადამიანები? ანუ თქვენ უწყობთ ხელს ეხმარებით თუ არა უბრალოდ ამ კურსის დასრულების შემდეგ თავად უნდა გაიკვლიონ გზა? კი, პროფესია აქვთ, მაგრამ ვის უნდა მიმართოთ? დიახ, ეს რასაკვირველია, ყველაზე კივნეული საკითხი არის სისტემისთვის და არა მარტო განათლების სისტემისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის საზიარო პასუხისგებლობა ბევრი უწყებისთვის. ეს არ არის პირდაპირ განათლების სამინისტროს ასე ვთქვათ ვალდებულება, რომ დაასაქმოს, მაგრამ განათლების სამინისტრო აცნობიერებს, რომ ჩვენ შედეგზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვისაუბრებთ, თუ კი გვექნება დასაქმების მაჩვენებელი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვიცით, რომ დამთავრდა სასწავლო პროცესი და ისევ დაბრუნდნენ სახლში, დაიკარგა შეძენილი უნარი, დაიკარგა შეძენილი კომპეტენცია და ანუ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა, არის იმედგაცრუება და თუნდაც ფინანსური სახელმწიფო ფული არის წყალში გადაყრილი. ამის გამო ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური უწყებათა შორისი თანამშრომლობა თვითონ პროფესიული განათლების სისტემაში. ჩვენ გვყავს კარიერის დაგეგმვისა და ორიენტაციის მენეჯერები, რომლებსაც აქვთ ძალიან
თავიანთი ვალდებულებაში უწერიათ, რომ ჰქონდეთ რეგიონულ დონეზე კონტაქტი დამსაქმებლებთან. საერთოდ პროფესიული განათლება არ მიიღება დამსაქმებლის გარეშე. ეს არის მათი უშუალო ჩართულობით წარმართული პროცესი. ამიტომ ეს ხალხი სტუდენტები აუცილებლად გადიან საწარმო პრაქტიკას დასაქმების ადგილებზე. შესაბამისად, დამსაქმებლები იცნობენ ძალაუნებურად ამ კადრს და ჩვენ სწორედ ძალიან დიდ ასე ვთქვათ მოლოდინებს ვამყარებთ მათზე, რომ ისინი შემდეგ დაასაქმებენ კურსდამთავრებელს. დიახ, მე ამ თემით რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ეთერში გადაცემა ჩვენ აქ ვართ, მე ნინო მეუნარგია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების სისტემურ მხარდაჭერას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების თანაბარი შესაძლებლობების განვითარებას. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდება საქართველოს განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროექტის მენეჯერი მაია ბაგრატიონი გრუზინსკი. საკონტაქტო ნომრებია 292 11 88 292 11 99 ჩვენ საუბრობთ პროფესიულ განათლებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ჩვენ შევჩერდით ძალიან საინტერესო თემაზე, ვინც ახლა შემოგვერთა მათ საყურადღებოდ. ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს პროცესი დაიწყო 2013 წლიდან, დინამიკა უკვე მატულობს, მაგრამ საინტერესოა ანუ დასაქმება ამ ადამიანების, ხო, ნებისმიერი პროექტი არის ორიენტირებული შედეგზე. და მინდა განვაგრძოთ ამაზე საუბარი. ანუ ვიცით რა საკითხის და პრობლემის სიმწვავე განათლების სამინისტრო ბევრი მიმართულებით მუშაობს. ერთი როგორც გითხარით არის თვითონ პროფესიულ სასწავლებელში არსებული კადრი, ანუ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი კურსდამთავრებულები, ასე ვთქვათ, გადააბარონ დამსაქმებლებს. ანუ დამსაქმებლები დააინტერესონ, რომ საწარმო პრაქტიკის გავლის შემდეგ დაიტოვონ კურსდამთავრებულები. ანუ ეს არის ერთი გზა. ამავდროულად ჩვენ წამოვიწყეთ ახალი ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, რომ შეიქმნას, თქვა როგორც პროფესიული განათლების სისტემაში შეიქმნა უკვე სისტემურად ინკლუზიური პროფესიული განათლება, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაინერგოს მხარდაჭერითი დასაქმების სისტემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. განათლების სამინისტრო იყო ინიციატორი მოდელის, რომელიც 2015 წლის აპრილში იქნა პირველად წარდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე, თვითონ ამ მიდგომის ფუძემდებლების მიერ, ესენი არიან წარმომადგენლები, ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც გაგვაცნეს სწორედ ეს მხარდაჭერითი დასაქმების სისტემა, რომელიც ეფუძნება, ასე ვთქვათ, დასაქმების კონსულტანტებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დღეს საქართველოში, რომელიც არსებობს უმრავლეს ევროპულ ქვეყანაში და რომლებიც უშუალოდ ინგლისურად რომ მოვიშველიოთ job coach-ებს ეძახიან, რომლებიც ასე ვთქვათ ეძებენ დასაქმების მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც შემდეგ ეძებენ მათთვის დამსაქმებლებს, რომლებიც აღმოაჩენენ შესაბამისობას დასაქმების ადგილსა და პიროვნების შესაძლებლობას და კომპეტენციას შორის და შემდეგ მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის დაითანხმოს დამსაქმებელი, რომელმაც შეიძლება არაფერი იცის შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც აქვს თავისი გარკვეული წარმოდგენები, ზოგჯერ მცდარი, თავისი შიშები. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, დაისაქმნოს დამსაქმებელი, დაასაქმნოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. აი ეს არის სისტემა, რომლის დანერგვაც ჩვენ გვინდა, ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება და თანხმობაც კი ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ დაფუძნდება აი ამ მხარდამჭერი თანამშრომელთა 10 კაციანი ჯგუფი. ამ ეტაპზე 3 ადამიანი არის ეგრეთ წოდებული job coach-ი უკვე შერჩეული, მიმდინარეობს შერჩევის პროცედურა. განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს მათ ტრენინგს, სწორედ შოტლანდიაში იგეგმება სასწავლო ტური, სადაც ისინი ადგილზე ნახავენ, როგორ მუშაობენ ეს დასაქმების კონსულტანტები, რომ მერე უკვე იგივეს დუბლირება და მოდელირება მოხდეს საქართველოში. ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ზღვაში წვეთი,
3, 5, 10 საქართველოსთვის არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის პილოტურ რეჟიმში, ჩვენ ინკლუზიური განათლებაც ესე დავიწყეთ და როცა ვაჩვენეთ საუკეთესო პრაქტიკა, მე ასე ვთქვათ, გავბედეთ ფართო მასშტაბებზე გასვლა. და როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის ეტაპი? რეგისტრაციის ეტაპი, როგორც გითხარით, დაიწყება 28-ში, ანუ ორშაბათს და გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში. ასე რომ ნებისმიერმა მსურველმა უნდა მიმართოს პროფესიული განათლების სარეგისტრაციო ცენტრს, შეუძლია მიმართოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას რაიონში არსებულს, ან შეუძლია მიმართოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრს, რომელიც ასევე ყველა მუნიციპალიტეტში არის. და მან უნდა გაიაროს რეგისტრატორის დახმარებით ელექტრონული რეგისტრაცია. პირი, რომელიც თვლის, რომ აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, მას შეუძლია ამის შესახებ განაცხადოს ვერბალურად იმ ეტაპზე რეგისტრატორის წინაშე და რეგისტრატორი ვალდებულია ბაზაში მონიშნოს, რომ ეს პირი, ასე ვთქვათ, აცხადებს საგანმანათლებლო საჭიროების არსებობის ფაქტს. აი ამის შემდეგ უკვე ერთვება განათლების სამინისტრო, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ბაზას, ჩვენ ვხედავთ რამდენი ადამიანი დაგვირეგისტრირდა ამ, ასე ვთქვათ, განცხადებით და უკვე შემდეგ ჩვენ მექანიზმს ავამოქმედებთ. ანუ ჩვენ ვუკავშირდებით თითოეულ პირს ინდივიდუალურად, ჩვენ ვახდენთ მათი პიროვნული შესაძლებლობების შეფასებას, ჩვენ ყავს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ექსპერტთა გუნდი, შემდგარი ფსიქოლოგებისგან, სპეცმასწავლებლებისგან და თუ კი პირს დაუდასტურდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობის ფაქტი, შემდეგ ის უკვე პროფესიულ განათლებაში ირიცხება არა ეროვნული გამოცდების მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით, არამედ სპეციალური ალტერნატიული გზით, რაც ნიშნავს პროფესიულ ტესტირებას საქმიანობის პრაქტიკული მოსინჯვით. ანუ ინტელექტუალური დარღვევის მქონე ბავშვს ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ კი ჩვენ აღმოჩნდით, რომ ანუ ეს არის ინტელექტუალური დარღვევის პირი, რომელსაც არ შეუძლია წერა და კითხვა, ბუნებრივია ის ტესტს ვერ შეავსებს, ამიტომ ჩვენ მას უბრალოდ პრაქტიკულად უნდა გამოვაცდებინოთ მისთვის საინტერესო საქმიანობა, მაგალითად, თუ კი ის დაინტერესებულია გახდეს თექის ოსტატი, ან ამ პროგრამიდან კონკრეტული პროფესიული უნარჩვევები შეითვისოს, ის პრაქტიკულად მოსინჯავს ამ აქტივობას და თუ კი აღმოჩნდება გარკვეული შესაბამისობა ამ პროგრამასა და მის შესაძლებლობას შორის, ის ჩაირიცხება. თითოეულ პროგრამაზე არსებობს 10%-იანი კვოტა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს არის მათთვის გამოყოფილი ადგილები, ჯერ ამ ადგილებს იკავებს ეს ჯგუფი და შემდეგ უკვე გადანაწილება ხდება, თუ კი ადგილები არ შეივსო სხვა დანარჩენი მსურველების. კარგი, როგორ განიხილება პროფესიული განათლების აღიარებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ეტაპი? კი ბატონო, ეს ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ უნდა გავანათლოთ და გავაგრძელოთ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის. იმიტომ რომ დღეს თუ კი პირს აქვს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს პროფესიული განათლების მიღების სურვილი, ფაქტიურად ეს არის გარანტია უკვე იმისა, რომ ის ჩაირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ის მიიღებს პროფესიულ განათლებას. მაგრამ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვა არ არის გარანტია კვალიფიკაციის მინიჭებისა და კვალიფიკაციის მიღებისა. ანუ ჩვენ აქ ძალიან ვოფრთხილდებით დამსაქმებელსაც, ამიტომ პირს კვალიფიკაცია, პროფესიის შესაბამისი მინიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი სრულად დაძლევს პროფესიული პროგრამის მოთხოვნებს. როგორც ვთქვათ, ნებისმიერი კურსდამთავრებული. ხოლო თუ კი არ მოხდება აი ამ მოთხოვნების სრულად დაძლევა, მაშინ მოხდება ცალკეული პროფესიული უნარჩვევის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემა. ანუ ჩვენ კვალიფიკაციას ყველას ვერ მივცემთ, თუ კი მან მინიმალური მოთხოვნების არსებობა არ დაგვიდასტურა. გასაგებია და რა პრინციპით მუშაობს ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი გუნდი? მხარდამჭერი გუნდი ეს არის აუცილებელი რესურსი პროფესიული სასწავლებლისთვის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, საგანმანათლებლო საჭიროებები არის ძალიან მრავალფეროვანი. ერთ სასწავლებელში შეიძლება ყავდეს ჩვენ 38 საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი, 38 განსხვავებული, ასე ვთქვათ, მოთხოვნით, მოლოდინებით, შესაძლებლობებით. ამას მარტო ადმინისტრაცია და მასწავლებელი ვერ გაუმკლავდება, თუ კი არ მევახმარეთ პროფესიონალთა გუნდი და სხვა მატერიალური რესურსი.
ამიტომ პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ თითოეულ პროფესიულ სასწავლებელში დავაფუძნეთ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი გუნდი, შემდგარი ასისტენტისგან ეს განსაკუთრებით ჭირდებათ ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებს, მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირებს, უსინათლოებს და თვითონ სპეციალისტები, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტები, რომლებიც მასწავლებლებთან ერთად გეგმავენ და არგებენ სასწავლო პროცესს ამ კონკრეტული სტუდენტისთვის. მაგრამ მხარდაჭერა ამით არ მოიწურება, ეს არის მინიმალური, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ჩვენ განვიხილავთ თითოეული სტუდენტის საგანმანათლებლო საჭიროებას და მომართვა თვითონ პროფსასწავლებელს შეუძლია გააკეთოს სამინისტროში და სამინისტრო დააფინანსებს ჟესტური ენის თარჯიმნებს ყრუ სტუდენტისთვის. დღეს ყველა ყრუ სტუდენტი განათლებას ღებულობს ჟესტური ენის თარჯიმნის თანხმლებით. ზოგიერთ შემთხვევაში გამოდის ინდივიდუალური თარჯიმანი, მაგრამ თუ კი რამოდენიმე ყრუ სტუდენტი გვერიცხება ერთ პროგრამაზე, მაშინ ერთი თარჯიმანი ყავს რამოდენიმე სტუდენტს. ჩვენ ვაფინანსებთ მობილობისა და ორიენტაციის ტრენერებს უსინათლო პირებისთვის, რომ მათ დაისწავლონ გზა პროფსასწავლებლიდან სახლამდე და პირიქით და აითვისონ, ანუ შეძლონ თვითონ სასწავლების ტერიტორიაზე ორიენტაცია. ჩვენ ვაფინანსებთ ტრანსპორტსაც კი, ანუ სპეციალურ ასისტენტს ტრანსპორტით, რომ ასევე მოიყვანოს სტუდენტი სასწავლებელში და კიდევ ყავს ასე ვთქვათ ასისტენტი, რომელიც ეხმარება ჰიგიენურ პროცედურებში, თუ კი ეს საჭიროა. და როგორ ხდება ხარისხის უზრუნველყოფა? ხარისხის უზრუნველყოფა ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ ერთ-ერთი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ერთი არის თქვათ გახსნა კარი და მართლაც დაგიდგება რიგი, რომ ჩაერთოს მსურველი პროფესიულ განათლების სისტემაში, მაგრამ შემდეგ უკვე მთავარია ხარისხი, რომ მოტყუებული არ დატოვო სტუდენტი. ჩვენ ყავს, ანუ ჩვენ ეხლა სისტემურად დავნერგეთ უკვე მონიტორინგის მექანიზმი, არა მარტო პროფესიული არამედ ზოგადი განათლების სისტემაში სპეციალური ანკეტა კითხარებით მოხდება თქვათ და კრიტერიუმებით შეფასება ხარისხის და ამავდროულად ჩვენ ყავს 5 კაცისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყოველთვიურად ჩადის თითოეულ პროფესიულ სასწავლებელში და ადგილზე ეცნობა, აი ხდებიან, ასე ვთქვათ, მრგვალმაგიდასთან და მასწავლებელთან, თვითონ სტუდენტთან და შიდა გუნდთან ერთად მსჯელობენ თითოეულ შემთხვევაზე. ანუ მოხდა თუ არა თითოეულ საჭიროებაზე რეაგირება, რას გაუმკლავდა მასწავლებელი, რას ვერ გაუმკლავდა, იმიტომ რომ მასწავლებლებს ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა. იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ აკლიათ გამოცდილება. გასაგებია და მაინტერესებს ამ ეტაპზე რამდენი კურსდამთავრებული დასაქმდა? დასაქმების მაჩვენებელი არც თუ ისეთი სახარბიელოა, 20 კურსდამთავრებული ყავს ჩვენ 2014 წლიდან, უბრალოდ ეს რიცხვი კარგად მახსოვს. სადღაც 35-მდე არის, თუ კი 2013 წლიდან დავიწყებთ ათვლას. თუ კი იმას გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დასაქმება იყო ფრაგმენტული, მოკლევადიანი, კიდევ უფრო შემცირდება. და ეს თელი საქართველოს მასშტაბით. ეს კურსდამთავრებულთა აი 426 ადამიანიდან, რომელმაც თქვათ დაასთავრა 2013 წლიდან ინკლუზიური პროფესიული განათლება. გასაგებია და გადაცემის დასასრულს აუცილებლად მინდა შევეხოთ წიგნს, რომელიც 2014 წელს დაიბეჭდა შეფასება სწავლისთვის ინკლუზიურ სკოლაში და მინდა მოკლედ ამ სახელმძღვანელოზე ისაუბროთ. ეს არის ძალიან საინტერესო სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ უპირატესობა მივანიჭეთ და რომელიც გულისხმობს შეფასების თანამედროვე სისტემას, არა მარტო მეტიც ის არ არის პროფესიული განათლების სისტემისთვის შექმნილი, ის უფრო გულისხმობს ზოგადი განათლების სისტემისთვის შეფასების მნიშვნელობას სწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის და პროგრესის მიღწევისთვის. რომ შეფასების მოდელი, რომელსაც ჩვენ ვართ მიჩვეული, რომ ეს არის მხოლოდ ეტაპობრივად, არამუდმივი პროცესი, იმიტომ ჩვენთვის შეფასება არის, რომ შემაფასეს დღეს, შემაფასებენ ერთ თვეში, შემაფასებენ ორ თვეში და შემაფასებენ სწავლის დროს. აქ არის ხაზგასმული შეფასების მნიშვნელობაზე ყოველდღიურ სასწავლო პრაქტიკაში, რომ მხოლოდ ამ დროს და ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი მასწავლებელმა პროგრესი განაცდებინოს მოსწავლეს. თუ კი შეფასება უწყვეტი პროცესია, სასწავლო პროცესია და თუ კი შეფასებას თან ახლავს თვით შეფასება. როცა თვითონ მოსწავლე არის, სტუდენტი არის,
მუდმივად ჩართული აი ამ თვითშეფასების პროცესში და მან ის კრიტერიუმები, რითიც უნდა შეაფასოს თავისი პროგრესი. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და მე მინდა გამოწვევებზე ისაუბროთ. გამოწვევებს რა საკურველია და რა დალევს. პირველი გამოწვევა, როგორც გითხარით, არის დასაქმების მაჩვენებელი, უნდა ჩვენ გავზარდოთ დასაქმების მაჩვენებელი, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ სწავლის ხარისხი, მასწავლებლებს, მაგრამ აკლიათ გამოცდილება, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დავძრახავთ, ჩვენ მათ ვერ ვუსაყვედურობთ, იმიტომ ბევრი რამე მოდის სწორედ პრაქტიკით და კეთებით. ამიტომ ჩვენ მასწავლებლები უნდა გავაძლიეროთ, იმიტომ რომ მათ აქვთ мотиваცია, მათ აქვთ მზაობა და ახლა მათ ჭირდებათ პრაქტიკული უნარჩვევები, რომ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. ჩვენ სწორედ უნდა გავაანალიზოთ, მოვიცავით თუ არა ყველა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი და ყველა ჩართვა შევძელით თუ არა განათლების სისტემაში და თუ კი არა, მაშინ ჩვენ უნდა ყველას მივაწვდინოთ ხმა და ყველას უნდა შევუქმნათ პირობა, რომ მოვიდნენ სასწავლებელში და კიდევ ერთ გამოწვევად დავასახელებდი მე მაგალითად პროფესიული ორიენტაციის საკითხს, რომ სწორედ შევურჩიოთ დაინტერესებულ პირს მისთვის შესაბამისი პროგრამა, იმიტომ რომ ჩვენ ამ მხრივ გარკვეულ სირთულეებს ავაწყეთ, როცა პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ არასწორად იყო პროგრამა შერჩეული. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროექტის მენეჯერი მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი. მადლობა, მსმენელს ერთი კვირით ვამშვიდობები დროებით. უყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ.